როგორ შეიძლება გაერთიანება ერთ წერტილში ყველაფრის ისე, რომ ყველასთვის გასაგები იყოს ყველაფერი? უმცირესი ნაწილაკებიდან დაწყებული, დიდი საგნებით, პლანეტებით, გალაქტიდებით და უზარმაზარი სამყაროებით დამთავრებული. საბოლოოდ კი ერთ მთლიანად ამ ყველაფრის წარმოდგენა. შესაძლებელი უნდა იყოს ამ მთლიანობის შემადგენელი ფრაგმენტების დანახვა, რომელიც საბოლოო ჯამში ერთ დიდ სურათს ქმნის. სურათი, რომელზეც ყველაფერი არის დატანილი, რომელიც სრულყოფილია. ალბათ შეუძლებელია, უმცირესი ნაწილაკებიდან დაწყება ზუსტად, თანაბრად ისე, რომ ყველა უმცირესი ნაწილაკი ჩანდეს სამყაროს უდიდეს ნაწილამდე და თვითონ სრულყოფილებამდე. დაბალანსებულად ზომიერების დაცვით, საფეხურებით ასვლა. ისე, რომ მწვერვალიდან ჩანდეს ყველა ის საბოლოოდ მცირე ნაწილი, რომელიც ერთ მთლიანობას ქმნის და ამ უმცირესი ნაწილაკებიდან რომ ჩანდეს იმ მწვერვალამდე ყველაფერი, რომელიც ერთ მთლიანობას მოიცავს. ალბათ ბევრი გენიოსი ცდილობდა ამ ერთიანობის შექმნას და გადმოცემას ერთ დიდ ან მცირე ნაწარმოებში. ვინ იცის, იქნებ შეიქმნა კიდეც. ამ უზარმაზარ სამყაროში რა გავაკეთოთ? სად გავჩერდეთ? რომელია ჩვენი ინდივიდუალური ან საერთო გაჩერება? გაჩერებები ხომ ძალიან ბევრია, ისევე როგორც გზები. როგორ ამოვიცნოთ ჩვენი გაჩერება და ჩვენთვის მორგებული გზა, რომელიც იმ შემდეგ გაჩერებამდე მიგვიყვანს, საიდანაც ავტობუსი გადის შინისაკენ? შინ, სადაც ყველაფერი ჰარმონიულად არის. საიდან დავიწყოთ? ალბათ უნდა ვიცოდეთ თუ სად ვიმყოფებით და რომელი გაჩერება არის ჩვენთან ახლოს. გვიწევს თუ არა გადაჯდომა? როგორ გავიგოთ? რისი გაკეთება არის საჭირო? ამის გასაგებად უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ. დასაწყისისთვის. არა აუცილებელი ჩვენ სიღრმეში არსებულ უმცირეს ნაწილს ვიცნობდეთ. დავიწყოთ იქიდან რაც ვიცით და რასაც ვიცნობთ, დავიწყოთ იმით რაც გვაქვს. რა ვიცით, რას ვიცნობთ, ან რა გვაქვს? გვაქვს ამ მომენტში შესაძლებლობის მქონე ჩვენივე საკუთარი თავი, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს მომავალში, განვითარების თვალსაზრისით. რა არის განვითარება? საკუთარი თავის შეცნობა და საკუთარი თავის შეცნობა სამყაროსთან მიმართებაში. სამყაროს შეცნობა და სამყაროს შეცნობა საკუთარ თავთან მიმართებაში. მთლიანობას ვერ ვხედავთ საკუთარ თავზე, ასევე არც სამყაროს და არც მათ ურთიერთქმედებას ვხედავთ. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია მცირედით დავიწყოთ, იმით რისი დანახვა და გამოსწორება შეგვიძლია. რა არის ეს? რისი დანახვა და გამოსწორება შეგვიძლია? ჩვენ ვიცნობთ ჩვენი საკუთარი არსების მცირე ნაწილს, ჩვენ ვფლობთ გარკვეულ კონტროლს, ჩვენ ვფლობთ გარკვეულ ინფორმაციას და გვაქვს გარკვეული ინსტრუმენტები, რომელიც დაგვეხმარება იმ წერტილამდე გასვლაში, საიდანაც ბევრად უკეთესი მხედველობის არეალი არის. უკეთესი მხედველობის არეალის მქონე ადგილიდან კი კიდევ უფრო მრავალი არჩევანის და შესაძლებლობის მქონე ადგილას შევძლებთ მოხვედრას. დასაწყისისთვის ვეცადოთ, რამდენადაც შეგვიძლია გავაცნობიეროთ საკუთარი თავი და გავაცნობიეროთ, როგორ ზემოქმედებს ჩვენზე გარემო, ვინ ვართ ჩვენ? რისგან შევდგებით? როგორ მუშაობს ჩვენი უმცირესი ნაწილები და როგორ იქმნება ის, რასაც ვაკეთებთ, რასაც წარმოვადგენთ ამჟამად? თუ დაუშვებთ იდეას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს შიგნით უამრავი სხვადასხვა პიროვნება ცხოვრობს, სხვადასხვა სურვილებით და მიდრეკილებებით, ხოლო მათი მიდრეკილებების, სურვილების და სხვადასხვა მოქმედებების კომბინაცია ქმნის იმ რეალობას, სადაც ვიმყოფებით და რასაც წარმოვადგენთ. უმრავლესობას, რომელსაც ჩვენს შიგნით ყოფი პიროვნებები ვუწოდეთ, არ ვიცნობთ. არ ვიცით მათ შესახებ და არ გვაქვს მათზე ინფორმაცია. მხოლოდ ამ იდეის არსებობის მიღება ვერაფერში ვერ დაგვეხმარება. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი შინაგანი სამყაროს, ჩვენს შიგნით არსებული პიროვნებების დანახვა, გაცნობა, შესწავლა, მართვა. ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების დახმარებით. რა ინსტრუმენტები გაგვაჩნია? დასაწყისისთვის მხოლოდ პატარა ლამპარი გვაქვს, რომელიც მცირე სინათლეს გამოყოფს ყურადღების სახით, ყურადღების, რომელიც ყველა მიმართულებით ოდნავ ანათებს და საბოლოოდ ნათელი არც ერთი მიმართულებით არ არის. საჭიროა ჩვენი ლამპარის სინათლის სიმძლავრის მომატება და თუ საჭირო გახდება, მთლიანი ყურადღების მიმართვა ერთი კონკრეტული წერტილის მიმართულებით, რათა უფრო ნათელი გახდეს,
მთლიანი სივრცე და ზოგჯერ კი უფრო ნათელი კონკრეტული წერტილი. ასევე ინსტრუმენტის სახით გვაქვს ინტელექტი, ლოგიკური აზროვნება, რომელსაც შეუძლია ნაწილობრივ ყურადღების მართვა. მისი ანთება და კონკრეტულ ადგილებზე კონცენტრაცია. თუ მეტ-ნაკლებად ყურადღებას გავაკონტროლებთ ჩვენი ინტელექტით, ლოგიკური აზროვნებით ის გადაგვრჩენია მის გამოყენებას შეუდგეთ. სად და როგორ გამოვიყენოთ? ვეცადოთ დღის განმავლობაში ჩვენი ყურადღება მუდმივად ანათებდეს იმ სივრცეს, რა სივრცეშიც მოქმედებთ. ეს ჩვენი ფიზიკური მოქმედება იქნება თუ შინაგანი, ნებისმიერი შეხება, ფიზიკური აქტივობა და ასე შემდეგ. ასევე ვეცადოთ ჩვენი ყურადღების სინათლე ჩვენ შინაგან მოქმედებებსაც ანათებდეს, ჩვენ შეგრძნებებს, შთაბეჭდილებებს, შინაგან სტრუქტურას და მათ მოძრაობებს. პრაქტიკაში ეს ვარჯიში ძალიან ძლიერი და შედეგის მომცემი არის. შემდეგ თავებში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ ადამიანის შესაძლო განვითარებაზე, მის შინაგან სამყაროზე, თუ რა აფერხებს მის განვითარებას და ასე შემდეგ. წარმატებები შენ ახალი ცხოვრების დაწყებაში.